ზუსტად ამ წუთებში მქონდა კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხვალ ნამდვილად ორ ადგილზე გაიმართება ლოკაცია და რომ ეს არის ნამდვილად ბოლო ადგილი, სადაც დღეს ისინი იმყოფებიან. ჩვენ ახლა ვართ ევროპის მოედანზე და როგორც არაერთხელ აღვნიშნე სხვა მსვლელობის პარალელურად პროცესში ეს ადგილი სწორედ სიმბოლურად შეირჩა, რადგან ამ აქციების ამ მსვლელობებისათვის დამახასიათებელია სიმბოლურ ადგილზე მისვლა და სწორედ ასე სიმბოლურად მიწვენა საკუთარი ხმის დასავლეთისათვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება, ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები, ასევე მოვუსმინეთ მოქალაქეებსაც და შეიძლება ითქვას, რომ მათი სათქმელი, მათი სულისკვეთება ამ პროცესში არის უცვლელი და ერთი იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ხვალ ისინი ელოდებიან საზოგადოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ასევე საქალაქო სასამართლოსთან. საქალაქო სასამართლო პროტესტისათვის შეირჩა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმისთვის, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ გააგონონ ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ხმები მიიტაცა, ხოლო რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ისინი განგრძობად პროტესტს აანონსებენ და ამბობენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაშიც ისინი შეუქმნიან დისკომფორტს ქართულ ოცნებას და სწორედ ამ ფორმით, რაც დღესაც ვიხილეთ, გადაკეტავენ გზებს, მოაწყობენ მსვლელობას და ეს იქნება მათი ამ პროტესტის სიმბოლო.